მოგესალმებით, მეგობრებო. როგორც იქნა ამ ეზოშიც გადაწყვიტეს დაალაგონ, მოაწესრიგონ. მოკლედ, აი ამ ადგილზე არის ონკანი და გაფრჩებული იყო, მოკლედ ესეც გააკეთეს. ახლა ასვალს აგებენ და იქნება კოხტად და ლამაზად. მოკლედ, ფანჯრიდან რომ გავიხედები, უფრო ესთეტიური სილამაზეც გამხდება იქ. ხო და ეხლა ვეუბნებოდი იმას გაფის. ხო, გაფიმ დაიწყო გადასვლა ფანჯრიდან, ესე ჩადის ხოლმე კიბეებზე, სეირნობს. კარგია რომ ამ ეზოში ძაღლი არ არის, თორემ აშკარად ცუდი დღე დაუდგებოდა და გასეირნობს ხოლმე, თან მის უმეტეს ჭიშკარი იკეტება და თავისთვის დადის ხოლმე დაბუდიელოს. და გაფის ვეუბნები მეთქი, ახლა მეთქი ლამაზად ივილი თქო ეზოში. მოკლედ ესეთი ამბები გვაქვს. რამდენი მოკლედ სამისთვის უნდა გავიდე. სადღაც ესე 15 წუთი რომ დააკვირდება გავალ. ახლა ვიღაცა გაეცინება ალბათ რომ მოკლედ სახლთან ახლოს ეს რაღაც ესეთი სამაქვს ამ ბოლო ხანებში სახლთან ახლოს უნდა იყოს სამსახური სხვანაირად არ გამოდის. ეს იქიდან გამომდინარე, ინტერესი და ინტერესება ის არის ჩემი, რომ უფრო ასე ვთქვათ, ჯვარიწერია რამე რო იყოს ახლოს ვარ, მოკლედ სახლთან და როცა მარტო სტოვებ შვილს, ესე ჯობია, იმიტომ რომ იმ დღეს თუ გახსოვთ, ვიც ჩირათ უყურებთ ჩემ ვიდეოებს, მეზობელს ხანძარი ქონდა, მოკლედ ხდება რა, ხან არ ხდება, ხანა და სიფრთხილესავი არ შტკივაო, ყოველთვის ესეთი ნათქვამიც არის ბირჟონოვა, ბირჟოთ ხო და ხო, ქართულად გაფრთხილებულს ღმერთიც უფრთხილდებაო. მოკლედ ახლა ასფალტის დადგებას ძინავს და ნერვიულობ ეს ოცნერი მძაფრის უნიებს. ალბათ გაიღვიძებს ამ ასე ხო, ხმაური რო იყო, სანამ თხრიდნენ ეს რა ქვია იმას, აი ასფალტს რო ამტვევს რა, ეგ დანადგარი მუშაობდა, მტვერი დგას, აშინელი, მოკლედ ესეთი ამბები რა. და ესეთი საჩუქარი გამიკეთა. იცადეთ, შუქი დავუკვირდე პიქსელებს, რატომ აჩვენებს პიქსელებს? აი ხედავ რომ ეს რაღაცნაირად ეს თეთრი ბელი შუმს რო ეძახიან ესეთი ის აქვს. ხო, კამერა კი ის მობილური კი მაქვს შესაძლებელი, მაგრამ ზოგი დამცინის აი მაგალითად სოსო რომ რაღა დროს ეს მობილურიაო, ახალი გჭირდებაო, მაგრამ არა უშავს, იღებს არ ჯერჯერობით და ხო, აი ეს იუსკის ოეთი ძახი რა ვიცი, მოკლედ ღირებულა ძალიან ძვირი და მაღაზიაში კარფურში იყო 19 ლარი და 90 ეთოთ, ანუ 20 ლარად რა და მშვენიერი ყავის მაგიდა. ისეთია, თან სურათზე ხატა ყვავილი და გვირილები თუ რაღაც ესეთი ყვავილი და მეთქი აუცილებლად კომპლექტში უნდა მოყვებოდეს თქო და დავდგი ესე ყვავილი გუშინ დავჯექი ყავა მივირქვი. სერიოზული აგრეგატი ჩაერთო, რომელიც ასწორებს ასფალტს, რომ უფრო ლამაზად დაიგოს ახალი ასფალტი. მოკლედ არის ერთი ამბავი. კარგით აბა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ძალიან ცხელა, ასე რომ ქვედა ბოლო ჩავიცვი როგორც არაფერი. ეხლა საათს გავიკეთე, რომ არ გამომეყაროს დრო. მოზომილად მაქვს ყველაფერი. ცომი მოვზილე. გუშინ ესე იგი ადრე რამოდენიმე დღით ადრე ავიღე ჩვენ მარკეტში ნისიაზე გაყინული ხორცი, გავალღვე, მოკლედ გავატარე, ხო მომხარშე, კარგი ხანი მხარშე და გავატარე და სოსისთვის, მარტო სოსთვის არა, ჩემთვისაც, ანუ ახლა უნდა გავაკეთო ესა ღვეზელები.
გუშინ ისიც მოვზილე, რა ქვია, რა ქვია, ფენოვანი, რომ მოვზილე, ხო? ის მაცივარში მაქვს, იმას კიდე რაღაცებში გამოვიყენებ, ცოტა დარჩა, გუშინ გამოუცხი იმითი. ეხლა ჩვეულებრივი ცომით გამოვაცხობ და ეს იყოს შეკრული. კატები უშივრები არიან, არ მაქვს ამათი საჭმელი, რა ვქნა, არ ვიცი. ხო და პური მივეცი და კიდე მივცემ პურს. არა, პური უგდიათ და არ ჭამენ. ხო რა მივცე. უნდა მოითმინოთ ამათი კნარის ფასა არ არის, იმიტომ რომ აქ როცა შემოვდივარ. ესე იციან. თან ისეთი გაუმაცხრები არიან, ცოტას რომ დაუდებ არ ყოფნით ის ცოტა. ახლა ვთქვი რა მივცე ისეთი, რომ ცოტა ხანი მაინც გაჩუმდნენ და წყნარდნენ რა მივცე. ჩიტალი სოსის დახტილა, ამას გავუნაწილებ. დიდით ამით, როცა არ აქვს ამათ საკვები, ნიციაზე ავიღე ისა სოსისი. ხო და სოსაც უნდა ეხლა და ვიფიქრე ახლა. სოსამ გაზენჭამოს ამათ ამას მივცე. ამღერნე. შინაგე. აი დაიგდება. მოკლედ, ახლა დავაკეთებ. ესე გამოიყურება. ეს არის გატარებული რა. ხორცოვანი რა გაყინული ყოფილა. ვიზამთ ეს. ჩავთო ეს გაზი. და შინამაზე გამოვაცხე და რა უჭირს. და ესეც ასე ისეთი დავამატოთ ცოტა. გასხმები ეხლა და რა ჩანსნე და Hai un corci i savori bringi შეიძლება ერთი წელი სამსახურში წავიღო რომ თან ბევრი მშობლებაში არიან ახლა გასულები და გუშინ მაგალითად შესვენებაც ვერ გავაკეთე, ანუ მშიოდა, ძალიან მშიოდა. მაგრამ ვერა კადრი როცა ცოტა თავარია მწვერვალი არ ვიყავი. წყლის ბოთლი მე და ვერზე. და საერთოდ წყალი შველოდა ძალიან.
Rahat çok ne sorun da ben şu an kendime rahat çevirmem burada. Mogled viteli sazamtro gavsinje პირველად ცხოვრებაში მე და სოციუმ გავსინჯე აი დეფიცებით ბავშვობაში რომ საზამთროები გაჭარი იმის გემოზე შევჭამე რომ თვითელი ახალგაზრდა საზამთროები არ ვიცი რითია გაჭრებული მართლა ეგონა რომ ახან მე იქ დამოკიდებულება ჭურჭელს წავად მუშაობდი რომ რაღაცები კარგად მომქონდა სახში ან ახალ რესტორანის საჭმელები რაღაცა აი მეგობრებო ერთი ორი რაღაცა თუ ჩამივარდებოდა ხელშიო ბავშვისთვის წამოვნებო არისო ესეთი სიტუაცია ჯერეთი რომ ხალხიც არ ყავდა და ახალი გახსნილი მაინც თან მე რაც დარჩებოდა თანამშრომლები დაესწრებოდნენ ხოლმე თავს და მიირთმევდნენ და ასე რომ არისო ეგეთი აი მართლა ძალიან იშვიათია ნარჩენები კი ბატონო რომელიც არ იჭმევოდა და რაღაცა კატებისთვის კი მომხდა კატებისთვის კაი სამსახური ისეთი სამსახური მქონდა რომ საჭმელზე ფული არ იხარჯებოდა და ვერ ვიტყვი რომ მე იქ ვიყვებებოდი მაგრამ სახში სოსოს მომდოდა საჭმელზე ხალხა ყოფილა ესეთი შემთხვევები რომ ზარეულისთვის მithოვია ანუ ჩვენ რასაც ჩამდით რა საჭმელს კონტეინერში ჩამიდია და ბავშვისთვის ამომიწოდებია ну ესეც არ ვიცი მეგობრებო სადაც მიყიდია ფარში თუ მიყიდია რომ გამიმეტებია ოღონდ ბევრს ვერ ვიყიდო ხოლმე აი ნახევარი კილო 1 კილო კარგახანი არ მიყიდია და ისა აი ამ ჩვენ მარკეტში არ ვიცი ისმის თუ არა ჩემი ისეთ ხმაურია აი გემო არ ქონდა რა აი ხო მახსოვს მე ბავშვობაში ხა ადრე არ იყო ეს პრობლემა ძროხის კონცერტი ჩაოლებრივად ოჯახებში იგლობდნენ ირთმევდნენ და აი ეგეთი გემოზე ვერცერთი ხორცი ვერ მივიქი მეგობრებო აი არის თითქოს არ იყო ძროხის ხორცი არ ვიცი რა ხორცი იყო მაგრამ ძროხის ხორცი ნამდვილად არ ყავდა ხო და ჩვენთან მარკეტში რა მოიტანეს როგორც აი
გურის სტეიკები რო იყიდება გაყინული, ესე მოიტანეს საქონლად. რა ინტერესდი, თან ახლა ნისიაზე კი ჩემი გადასახდელია ის ნისიაზე, მაგრამ ახლა როცა არა გაქვს სხვა გარ უნდა გავაკეთო. რა არ მიყვარს, მე რა არ მიყვარს ეს აიღე ნისიაზე ჩააცეთ. მე ეს შემდეგ ხაც იგივე, და ეს რაღაცა დაკავშირებული წერეთავი. ხოდა გეფიცებით, აი ბავშვობაში რომ ხორცის გემო ჰქონდა ძუძის ხორცის გემო, ზუსტად ეგ არის. პირველი წამოდგება გადავღვარე, მე ხარშე, კარგახან ხარშე, კარგახან ხარშე, აი არ ვიცი, ალბათ სოფლებში რომ ძროხას რომ დაკლავენ და აი ეგეთი ნამდვილი ძროხის მე არ ვიცი ძალიან ესეთი ეჭვები გამოჩნდა რას ყიდიან, საერთოდ რა ხორცს ყიდიან. თან ხორცს როგორც ხორცს კი არ ყიდულობდი, ერთად დავაპირე და კილოგრამს რომ მოვიჭრიო 20 ლარი ვიფიქრე, ნუ აი გადავიხდი. გახსოვთ ალბათ ადრე ვთქვი ვიდეოში რომ მინდოდა და კაცმანი 1 კილო რასაყიდელიაო თუ რაღაცა ესეთი და გული დამწყდა და წამოვედი ახლა და რამე ჩუნა ახლა არ მომცა და ხო ნუ ახლა ალბათ შეჩვეულები არიან იქ ტონობით ყიდულობენ და არ მაქვს მაგდენი საშუალება 20 ლარიც რომ ვიფიქრე რომ გამემეტებინა 1 კილო ხორცში ესეც ჩემთვის ეს იყო და მოკლედ მეგონი ძალიან აწეულია ის რა ქვია გაზი შავი არის ხოლმე რო გროვდება და უშუალოდ ისინიც ხოდა აი რაც მიყიდია ძირითადად იმას ვიძახი რომ თვითონ ხორცის ფორმიდან თვითონ ხორცად არ მიყიდი ანუ ფარშს ყიდულობდი ხოლმე და აი არ ვიცი რა საზიზღარი გემოქონდა არ ვიცი რატო ყიდიან ეს მეგობრებო ეს გაყინული არ იჭრებოდა ისე იყო გაყინული ნაჯახით თუ გაჩეხავდა ან რა ქვია იმ სპეციალური საჭრელები როა მაგრამ არა აქვს მაღაზია ესე იგისა და ერთხელ რო ავიღე მოუწია 31 ლარი და მეორეჯერ მოუწია 53 ლარი ასე რომ დამიგრუდა ხო გადასახდელია ახლა ეს მარკეტი. ეს ახლა მოჩვენა ხამის არამატესა. ჭურჭელიც დასაწყისია. ერთი ორი თებშია, ანუ საერთოდ დავეცხა ახლა. მეგონი დავეცხა. არა გითხრათ მეგობრებო. ბულიონი შევინახე. და თუ არ მოვედი, აუცილებლად წვნიანს გავაკეთებ.
გუშინ უყურე წილის წინ ფილმს გუშინ ვიყავი მოკლე სხვა 5-დან 10-მდე და არა გუშინ დილის სხვა ვიყავი არეული მაგალითად ყველაფერი დილის სხვა ვიყავი რომ მოვედი დაღლილი წამოწეკი ცოტა დავისვენე მერე ავდექი და სულ მოვზილე და სანამ ეს ყველაფერი კეთდებოდა სადილს ვაკეთებდი რაღაცას თავზე დადგომა რაღაცას რო ჭირდება ჩამოვჭიქი ვუყურე ნანახი მქონდა ეს ფილმი ადრეც მაგრამ ვუყურე ძველი ფილმი არ არის ახალი ლეგიონი ქვია რა იმაზეა რომ ღმერთი განრისხდა ადამიანების საქციელზე ზოგადად სამყაროში და გამოგზავნა ლეგიონი ადამიანების ანუ კაცობრიობის გასანადგურებლად და ერთ-ერთი ანგელოზი ახლა ისე გამოდის გისპოილით ერთ-ერთი ანგელოზი მაინც რომ იმედი რომ შევჩენია რა ადამიანებში რო ითქვა იმედი აქვს რა ერთი ადამიანის გამო რა გაუჩნდა ანუ გადაარჩინა იმედი საკუთარ თავში მედიტაც ვქეთ რა ხოდა აი რუსულად რო ფიქრობ ხოლმე მაგის შედეგია რომ ვერ ლაპარაკობ ქართულად და რაც ვერჩი ბავშვი სახში რუსულად მოლაპარაკება მოკლედ ხოდა მაგაზია ფილმი კაი მსახიობები არიან სხვა შორის ძველი აურეთ საქმის მოგონი ფანჯერიც არა მაგრამ აი საყურებელი ფილმია რა მე მომწონს ეგეთი ჟანრი და ეგეთი ტიპის ფილმები მე ისიც მიყვარს კონსტანტინე იანურის მონაწილეობით და ჩემპიონი მაგალითად ყველა გავხდიანდი და ვერ მომივიდა ამინდები გუშინ საღამოს სიძრილე კი იყო სახელი ჯერ ჩაფუთურია ანუ დარე გრივა ეს შაქარი არ არის, ახლა გამახსენდა, ყავაზე გამახსენდა შაქარი არ არის, უნდა ჩავიდე 1 კილოების შაქარი ამოვიტანო. დიდად შაქარს არ ვეტანებით მე და ხო ყავაში ამას ჩაის დავვლებ ისიც ნაკლებ შაქრით. და ასე რომ ბილის ნაკლებობას სხვანაირად ვებურცვით ხოლმე. Ანდახან დავადგებით ხოლმე სტუმრად განდას, იმიტომ რომ ანდას ყოველთვის დავხოლმე რაღაცა სასუსტმევი ტკბილი. Ანდახან გვატანს კიდევაც. ხო და
ჭუჭია. ой. ვერა მოაწერე. ასე. ჩავატირებ ესეთი. ესეთი უნდა დავამატო. მეზრილები ხორციანი, ანუ დატარებული ძროხის ხორცი, ხახვი, ოხრახუში, ბრინჯი და მარი. პილპილიც, პილპილიც. და ეს. დარჩენато, ამას ვეთქვი გაათქოს და მიერთვას ისე, იმიტომ რომ არ დამჩენ. თუმცა ეს ფენომენს ეს კარადა მაგასაკეთებელი ვერ მივიდა ხელები მაგამდე რომ დავაჭედო აი რა კარგია რომ მე ხერხება ბევრი რაღაცა თორე რა მეშველებოდა მე ვინ გამიკეთებდა ხელოსნები ცეცხლის ფასები კიდევ კაი მე თვითონ ვაკეთებ ყველაფერს. აი, ავიტრაბა ხო, აი. ნიჭიერი. ვარ. ყველაფერში. სანტექნიკა, რემონტი, რავი. მუსკერა ახლა იმას ფიქრობდი, სანამ იმ სამსახურიდან წამოვიდოდი. მინდოდა ელიავაზე გასვლა, მეყიდა ისა. არის ესეთი მოზა�იკური ესენია. რაც ბრიკადი მომწია, ფილები, მოკლედ მოსაპირკეთებელია რა, აბაზანის და მეთქი მაგითი დავაკეთებ. ან ძვირის არ არის. სულ რამოდენიმე წელი დამჭირდებოდა და მეთქი აბაზანს დავასრულებ, დავაკეთებ. წესრიგები, იმიტომ რომ სოსოს მაგას მომენტად და როდის არასასიამოვნო იქ ყოფნა რო იტყვიან, იმიტომ რომ მაგალითად და ეს რემონტო საშინელება. და მეთქი გავაკეთებ თქო და ეს ლაიფჰაკი მომივიდა ესე თავში მეთქი გავაკეთებ მაგას. აბა როგორ გავაკეთებდი მე? ეს ყავა უკვე მივიფრი, რაც იყო შაქარი მოფრიკე საშაქრეში. ეს გადაჭერეთი პედეციცკნა. მაგრამ არა უშავს ახლა ჩავალ, კიდევ კაი ჩვენ მაღაზიაში წონით არის დაფასებული, რაღაც მინდა სულოდებულო, უბრალოდ დღეს მეორე ქალია. და სხვა გზა არ მაქვს, უნდა ვიყიდო ერთი ლარს. და ესე, კარგით, ეხლა მე მივხედავ ჩემ თავს მოუწესრიგდები, თმას მივხედავ, ასე ვთქვათ, ყველაფერი და უკვე პირველი საათით სრულდება. მაქვს დარჩენილი თავისუფალი, მოდით ასე ვთქვათ, და მონტაჟის და თავისუფალი დრო. 1 საათი ნახევარი დაახლოებით. კარგით, აბა გაკოცეთ. ხო, ძალიან დიდი მადლობა გოგოებო კომენტარებისთვის. ყველას ჩაგეხუტეთ გულში, მე უფრო რომ დაწყმარებული მოვალ და მოვიცლი და რაღაცნაირად ისე ცოტა შვიდად დავჭდები და ვისაუბრებთ იმ ჩემ ახალ ჟურნალისტს თუ რა ქვია იმას, ყავის მაგიდას და მე უკვე უფრო ისე დაგელაპარაკებით რა, შვიდად. ეხლა მე ესე ვარ, მაინც ეკლებზე რო ზიხარ რა. კარგით, აბა გაკოცეთ და დროებით.